ყველაზე გავრცელებული შეცდომა სურსათმცუნებლობის კუთხით არის მაცივრებში არასწორი შენახვის ტემპერატურები, არასწორი შენახვის პირობები სურსათის შემთხვევაში, განსაკუთრებით საყინულეში, რადგან აუცილებლად უნდა დაიცვათ შესაბამისი ტემპერატურები საყინულეში და მაცივრში სურსათის შენახვის დროს. პირველ რიგში აუცილებელია მარაგების კონტროლი, პროდუქტის ყოველდღიური ვადების კონტროლი. ჩვენ შეგვიძლია რომ მართოთ მარაგები და ამით სანამ პროდუქტს გაუვავადოთ და სანამ მოგვიწევს მისი გადაყრა, გამოვიყენოთ სხვადასხვა კერძებში. ასევე შეგვიძლია პერსონალის ტრენინგი, რომ უფრო კარგად იცოდეს პერსონალმა სხვადასხვა ნედლეულისგან სურსათის წარმოების სხვადასხვა ეტაპებზე ნარჩენები როგორ გამოიყენოს სწორად, იმისთვის რომ შეიქმნოს კერძები. ასევე შესაძლებელია სეზონური მენიუების შექმნა, ჭკვიანი მენიუების შექმნა და ძალიან კარგი პრაქტიკა არის სულუფების შემცირება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, რათა მომხმარებელმა რაც შეიძლება მცირე რაოდენობით საკვები ნარჩენები დატოვოს და სრულად აითვისოს ის სულუფა, რომელსაც შეუკვეთავს.